მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო. მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება და პოლიციის დეპოლიტიზაციის შემდეგ 2015 წელს განახორციელა უნიშნელოვანესი სისტემური ცვლილებები. სამინისტროს გამოიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რამაც ჩვენს წინაშე ახალი ამოცანები განსაზღვრა. ჩემს გუნდთან ერთად განახორციელეს სისტემის ძირეული კვლევა და ანალიზი, განსაზღვრეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ პოლიცია გახდეს ბევრად ეფექტური და საზოგადოების საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმები გრძელდება, რომელიც უზრუნველყოფენ პოლიციის შემდგომ განვითარებას და მის საბოლოო ჩამოყალიბებას ეფექტურ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ სანდო და თანამედროვე უწყებად. კერძოდ, გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის შემდგომი მოდერნიზაცია, რაც გააუმჯობესებს პოლიციის შესაძლებლობებს დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დანაშაულის პრევენციის კომპონენტის გაძლიერება, ამისთვის გეგმავთ ვიდეო მონიტორინგის სისტემის გაფართოებას და განვითარებას. ამასთან შეიცვლება მუშაობის მეთოდოლოგია, დაინერგება ახალი მიდგომები, რომელთა მიზანია პოლიციის საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოება. გარდა ამისა, ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, გეგმავთ დნმ-ის ბანკის შექმნას და აღნიშნული გზით საგამოძიებო შესაძლებლობებისა და დანაშაულის პრევენციის ფუნქციის გაძლიერებას. მე აქვე გეტყვით, რომ როგორც მოგეხსენებათ, მე წარსულში გამომძიებელი გახდით და კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს ნოვაცია მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კრიმინალისტიკის არსებობის ისტორიაში. კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არეალი და გაღრმავდება ევროპულ საპოლიციო სტრუქტურებთან კოოპერაცია. მომავალ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელს მოაწერს ევროპოლთან ყველაზე მაღალი დონის ხელშეკრულებას, რაც ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას. მოხდება პოლიციის დანაყოფებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გაგრძელდება საზღვრის მართვის სისტემის რეფორმა, სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციის და უნიფიკაციის ხუთწლიანი გეგმის შესაბამისად. შემუშავებულია უბნის ინსპექტორის ახალი კონცეფცია. ეს არის უბნის ინსპექტორი, რომელიც ოჯახის მეგობარი იქნება, რომელსაც აღარ იქნება გამოძიებისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებული რისკების მართვას. ამ კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებასა და სხვა უწყებებთან კოორდინაციის დონის ამაღლებას. დასკვნით ფაზაში შევა საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების მართვის სისტემის რეფორმა, რომელიც დაგეგმვის კოორდინაციის, ტექნიკური მომზადების და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობებს მკვეთრად გააუმჯობესებს. რეფორმის ამ ეტაპზე ტექნიკურ აღჭურვასთან ერთად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება მეხანძრე მაშველთა პროფესიული განათლება და მათი სოციალური გარანტიები. მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების შემდგომი სრულყოფა, გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა, დაინერგება ახალი ტექნოლოგიები და მომსახურების პროცესი კიდევ უფრო ორიენტირებული გახდება მომხმარებელზე. განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც გაზრდის საპატრულო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას, ძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოების დასაცავად. დაგეგმილია ადამიანური რესურსების მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებში ახლიდან უნდა გამოვიკვლიოთ თუ რომელ უბანს, რომელ რაიონს, სამოქმედო კვადრატს, ეგრეთ წოდებულს, რაოდენობის ძალა და მომსახურება სჭირდება და სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების ხელახალი გადანაწილება. გაიმიჯნება საპოლიციო და სამოქალაქო ფუნქციები, რაც ხელს შეუწყობს მართვის თანამედროვე მოდელის დანერგვას.
პოლიციელთათვის სტაბილური პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული კარიერული სისტემის შექმნას და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას პოლიციელთა განათლებისა და სოციალური დაცვის კუთხით, რაც უფრო დაგვაახლოებს ასევე ევროპულ სტანდარტებთან. Რა თქმა უნდა, რეფორმები ვერ იქნება შედეგიანი თუ მუდმივად არ ვიზრუნეთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. Ამ მიზნით დაგეგმილი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაინერგება ახალი პროგრამები და დისტანციური სწავლება. ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება ღონისძიებები, რომლის მიზანია არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს მაღალკვალიფიციური დასავლურ ღირებულებებსა და სტანდარტებზე ორიენტირებული კადრები მიეწოდოს, რაც თავის მხრივ რეგიონში უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. საყურადღებოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ოჯახში მომხდარ დანაშაულზე რეაგირება და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ამ სფეროში არსებული ნიშნულის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება, ტრაფიკინგთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენცია, ასევე ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა და მათზე რეაგირება, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა სტანდარტის განუხრელი დაცვა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთათვის არსებული პირობების შემდგომი გაუმჯობესება, ასევე შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან. ნარკოტრაფიკის აღკვეთა, სააფთიაქო ნარკომანის წინააღმდეგ მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლი და საზოგადოებრივ წესრიგზე მათი ზეგავლენის შემცირება. პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ამ მიმართულებით სამინისტროს მიდგომების კიდევ უფრო დახვეწა. პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი გადასტომებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლებით. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, მუდმივ ზრუნვას და მისი ჩართულობის გაზრდას დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის საქმეში. აღნიშნული ამოცანების განხორციელების შედეგად, მას შემდეგ რაც დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ, საქართველოს ეყოლება საზოგადოებაზე კიდევ უფრო ორიენტირებული პოლიცია, ეფექტური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ექნება საზღვრის მართვის ინტეგრირებული სისტემა და თანამედროვე სერვისები, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მართლწესრიგის და სამოქალაქო უსაფრთხოების უკეთ დაცვას. ჩვენი მიზანია საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის, ენდობოდეს მას და ასევე თითოეული პოლიციელი გრძნობდეს მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ ბატონო გიორგი.